წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა საიამ, ახალგაზრდა იურისტები დარღვევებზე საუბრობენ. ჟურნალისტებს კონკრეტული მაგალითებიც გააცნეს. განსაკუთრებული აქცენტი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოქალაქეების პირადი მონაცემების იძულებით მოპოვებაზე და ამ მრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე გაკეთდა. პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მოქალაქეებისგან პირადი მონაცემების გამოთხოვის ფაქტებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საუბრობს. საიას თავმჯდომარემ წინასაარჩევნო დარღვევებზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და ახსნა განმარტების გარეშე პირადი მონაცემების გაცემას აიძულებენ. ეს არის ადამიანის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ნომერი. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ არ გასცეს ასეთი პირადი ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ მოსახლეებისგან მსგავსი ტიპის ინფორმაციის გადაცემა. წინასაარჩევნო დარღვევები და კონკრეტული ფაქტები საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეხება. ამ მრჩევლებისგან პირადი ნომრების გამოთხოვას არ ადასტურებენ ქართულ ოცნებაში. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირების პირობას წერს. ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ფაქტი, თუ რომელიმე ფაქტი იქნება იდენტიფიცირებული, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისათვის. ხალხი ვერცერთი ქვეყანაში ვერ ტარდება არჩევნების, მაგრამ არც ერთი ფორმალური დარღვევა არ მოხდეს, ჩვენთანაც რა თქმა უნდა მოხდება, მთავარი არის, რომ რეაგირების მექანიზმები არსებობს. ფაქტით დაინტერესებას მოითხოვენ თავისუფალი დემოკრატები. ოპოზიცია საკითხის გასარკვევად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას ითხოვს. არიან რა თქმა უნდა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამითი უნდა დაინტერესდნენ, ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ. მსმენია ამის შესახებ, რომ აგროვებენ პირადობის ნომრებს, ტელეფონის ნომრებს. არ ვიცი ეს რამდენად არის ახლა, ან რა მიზნებს ემსახურება. არჩევნებამდე 17 დღით ადრე პოლიტიკური პარტიების მხრიდან სხვადასხვა სახის დარღვევაზე საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. ეკა გიგაური მოქალაქეებისგან პირადი მონაცემების გამოთხოვის ფაქტების შესწავლას აპირებს. ყველა პარტიის მხრიდან ჩვენ ვხედავთ, რომ არის დარღვევები, მათ შორის ეს დარღვევები ზოგჯერ შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც. მოქალაქეებისგან პირადი მონაცემების იძულებით გამოთხოვა კანონდარღვევაა. ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აცხადებს. თუმცა რასახის დარღვევასთან გვაქვს საქმე და როგორი შეიძლება იყოს რეაგირება, თამარ ქალდანი საიასგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს. მონაცემთა დამუშავება, ვთქვათ, ანუ შეგროვება ამ შემთხვევაში რა მიზანს ემსახურება, ეს თუ არ გვეცოდინება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება, ესე ვთქვათ, ზეპირი შეფასება, სწორედ ამიტომ ვთხოვთ ყველას ჩვენთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ თითოეულ დარღვევის ფაქტზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება. წინასაარჩევნო მონიტორინგის პერიოდში საიამ დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის ანგარიში ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტები და 19 სექტემბერს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტი მოხდა.